ოკიოში შუაღამია და რობოტებსაც ეძინებათ. სეულში კი ფიქრობენ ღირს თუ არა ფხენიანთან შერიგება, თბილისში ახლა ტელევიზორთან ადგილს იკავებს ყველა, იმიტომ რომ ჩემი სტუმარია ოთარ დატიშვილი. მოგესალმებით. რამდენი ხანია არ ყოფილი ვარ არც ერთ გადაცემაში სტუმრად. თან ისეთ გადაცემაში, სადაც რაღაცა შენი პირველი ნაბიჯები იყო გადადგმული როგორც შოუ. ზუსტად ამ სტუდიაში ხდებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ შეგენაცვალე. ანუ საკუთარ შინაურ კედლებში ხარ. შინაურ კედლებში და რაც თავარია, ეხლა შენი ხათრით მოვედი, შენი და თქვენი ხათრით მოვედი. მე ხო იცი. მე ზოგადად არ დავდივარ დასანქცირებულ ტელევიზიებში. სტუმრად. ხოდა. აი თქვენი ხათრით ასე მოგენაცვალე, კარგი იყო. ოჩახ ფორმაში ხარ გატყობ საქმეში. მეგობრებო, ეს ნამდვილი ოთარ დატიშვილია, რომ იცოდეთ. შუა ქალაქის გაგზელება არ გეგონოთ. ნამდვილი, ნატურალური ოთარ დატიშვილი გახდა. მაგარია, იგივე სტუდია, სხვა წამყვანი, სხვა ბენდი, მაგრამ შენი შოუ უფრო მაგარია რა. ნუ ეგ თავისთავად, მაგრამ რატო ამბობ? ბიჭო, ეხლა უყურებ და კლავიშებზე გიზის მაჰათმა განდი. არა, ვისათქმევინე მაშინ თქვი. შეხედე, აი, ნაჭრები მოაფარე ეხლა ამას. საკერავი მიეცი და აი, იმენა მაჰათმა. არა, ყველაზე მაგარი არის, რომ 1-3 წლის წინ მითხარო, ცოტა რომ მოვპუტკუნდი, რომ აღარ გავხარო სამწუხაროდ, რომ მაჰათმასო და მე 25 კილო დავიკელი და გავახარე. გეწყინა ხო? მაგრად მეწყინა რომ გავუყდა. რომ მაჰათმას აღარ გავდა და აჰა, ისევ გავს. შენ დაიკელი, მე ცოტა მოვიმატე ამ ბოლო დროს. არა, კარგად გამოიყო. მაინც აღდგომების მერე ხო იცი, როგორია რთულია ქართველობა. მაგის მეტი რა ვიცით მე და შენ ჩემო ოთარა. კი ბატონო. ესე იგი ხომ ხედავ რა ადვილად მოხვედი ჩემამდე. ძალიან. ნუ სანქციას თუ არ ჩავთვლით რა თქმა უნდა, ეს ეს გადავლახე ეს. კი. აბა ესე იგი მე შენამდე რომ მოვიდე, ჯერ რეგისტრატურაში უნდა მივიდე და ჩავეწერო. მერე ესე იგი ანალიზები უნდა ჩავაბარო. მერე ანალიზების პასუხით უნდა ავიდე ერთ განყოფილებაში, იქიდან გადამაგზავნიან სადღაც, მერე ლაბორატორიაში გამაგზავნიან კიდე ვისაც არ ეზარება და შენ მოხვედი პირდაპირ აგერ ზიხარ ჩემთან. რა მაინტერესებს იცი ამ ჩამონათვალში მოშარდვა რატო გამომიტოვე? აი, უყურე, მაინც ასაკში როა, აბა ანალიზების ჩაბარებაში რა გულისხმობს? სისხლი, ნაცხი, ცხვირიდან კოვიდის დროს რო გვიღებდნენ. კიდე განაგრძე. და ასე შემდეგ, კიდე. აი ასე შემდეგ ბევრი რამე შეიძლება კიდე. კი ბატონო, კი ეს ექიმები მაინც სხვანაირები. შენ აქ იციან შენ სამედიცინოზე რო სწავლობდი? აბა მოყევი. მეც აღარ მახსოვს მაგი წესიერად. ხო, აღარ ახსოვს, რომელ კურსიდან დაანებე თავი? თავიდანვე. მე ვაპირებდი, მე ვარ ყოფილი მომავალი ექიმი. ესე იგი, მაშინ ქულა დაკლებული ეს უბედური სტუდენტები დადიოდა და ვეხმარებოდი რა ჩემეძლო და რო უყურე ამათ წვალებას, რო უყურე გავეშვი. თან მომავალი ესეთი კალათბურთელი კალათბურთს თამაშობდა, ძალიან მაგრა. რო ჩავაბარეთ, მოკლედ სამედიცინოს კარგი გუნდი ყავდა რა. კი, მართლა კარგი გუნდი ყავდა. ხნელი ყავდა ცხონებული სტეპანიჩა გახსოვს? კი, როგორ არის? მაგარი, ამ ჩემი ბიჭები ამათ დაანგრევენო და ბიჭო გამოვიდა მანჯავიძე ორჯერ მოიშორა ბურთი და სამქულიანი ჩააგდო. ოღონდ მოიშორა მართლა. აი ეს ასე ისროლა და სამქულიანი ჩავარდა ორჯერ. არა, ერთხელ არის მოშორება და ორჯერ რომ მოიშორებ, ეს უკვე ჩვევა. იქ მერე კიდე ეს ჩვევა. კიდე იმან ჩააგდო რაღაცა უბედური ბურთი ასტამამ. ასტამამ, კი. როგორ სპორტული ბიჭები ვიყავით წარმოგიდგენთ. კი, ასტამა ძალიან სპორტულია. ასტამა რო შეხედავ აი ათლეტი პირველი მოგდის. აი ასტამა და გენო პეტრიაშვილი რა. აი ეს ორი მახსენდება ათლეტურზე. ესე იგი ასაკი მაინც თავის აშვება ახლა გინდა თუ არ გინდა შენი დანახვა ეხლა როგორც ექიმის ისე უფრო გამიხარდა ვიდრე როგორც ელეწამყვანის და ასე შემდეგ. ო გეტირება? კი, ნამდვილად მეტირება და შენ ისეთ ასაკში ხარ ახლა ბურატინოზეც გეტირება. მაგაზე თავიდანვე მეტირებოდა.
ოქნა კაცო, რაღაცა პატარა რაღაცამ შემაწუხა იქ, რაღაცამ შემაწუხა და მართლა იმ ხელა იმ პროცედურების გავლას პირდაპირ აქ მოგიყვება. მე ჩემ ანამნეს აგერ მაქვს მომზადებული, მე გაგაცო, გადმოგცემ მე ფორმაცი მაქვს მოტანილი, უკვე გამზადებული. ფსიქოაღებული გაქვს? არა, შენი. შენი ფორმაცი მაქვს მოტანილი. კარგია, კარგი. და ესე როგორც ექიმს ახლა უფრო სხვანაირად უნდა მეკითხა, მაგრამ მოდი ჯერ ჩვეულებრივად კითხავ, ანუ ვინმესთვის, აი როგორც ექიმს, თუ აგიგზალავს დალევა და რა ნამუსით? ხო. ბიჭო, კი, ამიგზალავს. გეუნები. ამიგზალავს. ერთხელ მივდიოდი ქუთაისში ვიყავი ქორწილში თამადა. და მძღოლი მჭირდებოდა. უკვე ვქთები საიდან მიყავს. ერთი კაი ძმაკაცი მყავს ვახო კასრაძე და შენ გასტრიტი გაქვს, შენთვის დალევა არ შეიძლება და მძღოლად წამომყევი მეთქი. ჰიპოკრატე რამე ფიცით პოილების ფარო არ შეიძლება არ თან ყველაზე მაგარი რა არის, იცი რომ იმან დაიჯერა და დღემდე დიეტაზეა, გავიდა 6 დღე. ჩვენი გადაცემიდან თუ ეშველა. ეხლა თუ თქვენ გადაცემას უყურებს, რა თქმა უნდა, გაიგებს და მაგრამ კარგად არის ბიჭო, დაიკლო, ფორმაშია, რაღაც, ანუ სიკეთეც გავაკეთე ერთგვარი. კი. უნებლიე მადლი გამოგივიდა. ხო, ეს ხუმრობით და არა, ზოგჯერ მართლა არის ესეთი სიტუაცია, რომ ახლა შენ არ გესწავლება. არ მესწავლება. რაც შენთვის დალევა აუგზალავს მასწავლე. მაგას სუფუჭად. ხო, არის ზოგჯერ რომ ნუ არა და არა, მაგრამ ნუ კარგი, მაშინ ახლა რასადროდის მივადექით. აუ, ამ გადაცემას მანდაც ძალიან ესეთი წარმატებული. დიდი გამოცდილება აუ, გაქვს. სასწაული. გამოცდილება ახლა წარმატებული თუ წარუმატებელი არ აქვს მნიშვნელობა, მაგრამ გამოცდილება მაქვს. კი, გამოცდილება გაქვს და მეც მაქვს ერთი გამოცდილება ესეთი, რომ მეც ვთამაშობ რასადროდის, ანუ შენაერი მეგობარი რომ დამირეკავს, წავიდეთ დასალევათო, ზუსტად იგივე კითხვებს ვსვამ. რა დავლიოთ? სად დავლიოთ? როდის დავლიოთ? ძალიან მაგარია. კი ბატონო, ეგ ამავიცკავია. გავიაროთ. არ ამგონია შენ სხვა პასუხს არა, ეგ რასადროდის არის ყველაზე მაგარი რასადროდის. რასადროდის და მე არის ვისთან. კი ბატონო, ეგეც არის. რასადროდის ვისთან. კარგი, მაშინ ცოტა ახლა მტკივნეულ საკითხს შევეხები, ესე იგი, რესტორანი ქონდა ერთი პერიოდი. ო, სასწაული ბიზნესმენი ვიყავი. კი, გრძნობ მე მაგას, იმიტომ რომ ჩვენ ხო რაღაცა სულიერი კავშირი გვაქვს და ზუსტად ანალოგიური გამოცდილებები მეც მაქვს. იმდენი ფული ვიშოვე, რომ კი ბატონო, არა, მე მაინტერესებს დახურვის მიზეზი რა იყო, მაგალითად, აი რომელიღაც კუპეში შენი ცოლის რომელიმე ნათესავი ხომ არ ჩაგისახლდა. ხო, კუპეში. ხომ არ იყო რაღაცა მსგავსი. ბიჭო, რა იყო, იცი? არა მარტო ცოლის ნათესავი. მთელი ჩემი საძმაკაცო ჩამისახლდა. არა მარტო ცოლის მეგობრები. არა მარტო ცოლის მეგობრები, თუ კი ვინმეს ვიცნობდი და მოკლედ ის მყავდა, რა ქვია, კომპანიონი მყავდა, დიდი ბიზნესმენი. სასწაული, ეხა Forbes-ი რო გამოვიდა, იქ არის შეყვანილი. მე მგონი თავი შექმნილია. თავი შექმნილი Forbes-ია, ჩემი ქვისლი დელფინა. დელფინა კოსტუმა მუთაკა ჩემი ქვისლი დელფინა და ვისაც დაინახავდა, ხო? ო, ბიჭო, ამასთან ერთად 91-ში სოჩაში ვიყავი. გადახდილია. თქვენი გადახდილია. ო, ამასთან ერთად სწავლობდი. მესამე კლასამდე თქვენი გადახდილია. მესამე კლასამდე. ხო და ასე და მეც ეგრე და მოკლედ დიდი ფული ვიშოვეთ რა და ბოლოს ხელფასების სახლიდან რომ მოგქონდა. რაც მოსალოდნელი იყო თავიდან. მოსალოდნელი იყო, გადავწყვეტ. სრულიად утоპიური. მოდი ეს დავხუროთ და ეს ფული რაც აქ მოგვაქვს, წავიდეთ ამ ფულით და სადმე სხვაგან ვიგეიფოთ. ჩვენ თვითონ. ჩვენი ძალებით. გადასარევი, გადაწყვეტილება. ესე იგი ძალიან ბევრი საერთო რო გვაქვს ახლა საქვეყნოთ არის ცნობილი ახლა კეიფი ყველა მიცის შენს გიყვარს მეც მიყვარს თამადობა შენს გამოგდის და გაგიკვირდებათ და არა შენ უკეთესი თამადა ხარ შენ ახლა სიმღერა იცი ლექსი იცი რაღაცა და მე რა ახლა ტომოგრაფიას სუფრაზე არავინ არ დამიდგავს აბა განსხვავებული და იქვე აპარატი რო დგას აბა განსხვავებული და მე ტომოგრაფიას რო ამიტომ იქვე უნდა გააკეთო სადაც გიდგას იქ უნდა გაშალოს კი ბატონო და ხო ღამის შოუც ხო
წაგვიყვანია ერთად უკვე მე ახლაც მიმყავს ამ წუთშიც მაგალითად შენ მიყავს ამითიც გავართ ერთმანეთს და დათო ალექსიძის მსგავსი პერსონაჟი ისევე როგორც შენ ყავდა ანუ ბათუმიდან ჩამოსული ადამიანი რომელიც შემოსახდა ჩემს შოუში ხო და პერიოდულად ფულს მთხოვს ძალიან ხშირად თან მე წავს ესეთი და ამიკუარი აგერ ხარ ანუ ეს საერთოდ გამოვნახეთ მეტი რა გავაკეთო ეს საერთოდ გვაქვს იმაზე აღარაფერს ვამბობ ერთ რადიოში რომ მუშაობდი და ღლონტებიც ყავს შენ აგერ არა აი ღლონტებზე ოდნავ მოგვიანებით ისეთი ღლონტები ყავს ამ ღლონტებით ვერ გამოძვრები კი ესენი დები ღლონტები არიან თუ ყავს ჭკვი არის ამაგერი ხო ეგეც არის კი ბატონო დათო ჭკვიანია ბიჭო ინდოეთს დამოუკიდებლობა მოუტანა მაჰათმა თავის შიმშილით თავის შიმშილით შიმშილობით უბრალოდ ჩემი მაჰათმა რამდენი ხანი არ მინახია მიყვარს ეს კაცი ესე იგი ჯერ იყო სერიალი შუა ქალაქი კი ბატონო მერე იყო შუა ქალაქი 10 წლის შემდეგ იყო კი ბატონო ახლა არის სტუმრად შუა ქალაქში კი ბატონო აი შემდეგი რა უწევს აი აუქციოთ შუა ქალაქს იცოცხლებს სახიობები კი ვართ 8 თუ 9 წელი და ყველა საფლავზე ცალ-ცალკე რო გახვიდებ შველი ჯვარი წერიათ მაგრამ კარგია თვალი მიყვალ სახში კარგი იყო მომეწონა რა მოგეწონა ხო ნუ რა ეხა არა მე თვითონაც არ მინდა ჯერ მაგრამ ხო არა შემდეგ რა იქნებაო და ეგრე იქნება კარგია კარგი 100 წლის შემდეგ აი მადლობა აი შვენიერია და ფაქტიურად ეხლა დებიღლონტები შენ თვითონ ხო მე თვითონ წამოვწი ეს თემა კი ბატონო ახლა კი გითქვამს შენ რომ რაღაცა სიტყვა ხანდახან წამალზე უფრო ძლიერიაო და უფრო ბოდიში რა ამიკო ისეთ სახით იყურება მე მგონი ამასაც გასტრიტი აქვს არა ეგეთია ძღოლი ჭირდება ძღოლი მჭირდება ბათუმში ხო ბოდიში გაგაწყვეტინე არა გამაწყვეტინე დიდი არაფერი ისეთი არ მქონდა სათქმელი ფაქტიურად შენ სიბზნეს უმეორებდი შეიძლება გიჭირს ასაკში ხარ უკვე და იმ მომენტიდან გაგზელება კი რას ნიშნავს საკუთარი გამოცდილება რას ნიშნავს მე მაგალითად სტუდენტებს ვეუბნები სანამ ლექციას არ მომჩები არაფერი არ მკითხოთ იმიტომ რომ მე იქიდან შეიძლება ვერ გავაგზელო მოვჩები შვილო და მე მკითხე რაც გინდა მკითხეთ რაც გინდა შეგენაცვალე შენ ხო და ესე იგი მე ჯიუტად ვაწვევი ესე იგი სიტყვისა და წამლის ურთიერთობას ანუ ზოგჯერ სიტყვა წამალზე უკეთ კურნავს ხო გაქვს ნათქვამი რა თქმა უნდა ხო და ეხლა ის ორი ადამიანი უნდა შემოვიყვანოთ ღლონტები რომ ახსენე დები ჩვენ ფაქტიურად დები ღლონტების შემცვლელები გვყავს ჩვენ შოუში ძმები ღლონტები ფაქტიურად ძმები ღლონტები მაგრამ უფრო ტროლს და ბოტს ვეძახით ხო და აი სიტყვით როგორ განიკურნები მათი სიტყვით ეხლა შევამბობ ანუ ეხლა მე მაგ თერაპია ფაქტიურად თერაპია გაქვს ოღონდ ცოტა მტკივნეული თერაპია ტროლობოტო თერაპია აბა გუგა და ონისე გთხოვთ შემოხვიდეთ აბა გუგა ონისე თქვენიცით ჩემი მეგობარია მაიზა ჩემი ასაკის კაცია და თლა თქვენებურად არის ცოტა წესიერად სადაც არ უნდა გაიხედო ყველგან ოთატატიშვილია აი აქაც ზურამ ანჯავიძე სიბერე შემოეპარა და აგერ უზის დივანზე იცი ზურამ რატო მოიყვანა ოთარის სტუმრად რა ვიცი მე თვითონ უფრო ახალგაზრდა გამოჩნდეს ოთარ ტატიშვილი იმდენ ადგილას მუშაობს რომ ქვეყანაში მასობრივი მუშაობა გამოიწვია სხვადასხვა ზადრე ოთარ ტატიშვილი ღამის შოუს წამყვანი იყო მართლა მე რატო არ ვიცი კი მაგრამ მეძინა გეძინა ეტყობა ოთარ ტატიშვილის პოპულარობა შუა ქალაქმა მოუტანა და ღამის შოუმ უკან წაიღო ოთარ ტატიშვილი შუა ქალაქში გამოდიოდა ბიჭო ეგ ხო თქვი უკვე დამასულებინე ოთარ ტატიშვილი შუა ქალაქში გამოდიოდა მთვრალი და ყვიროდა ხოლმე ოთარ ტატიშვილი ძალიან კარგი წერე-წამყვანია მასეც ვერ ვიტყვით ახლა ლაგინა ახლა გოდერძი შარაშიანსთან შედარებით კი არის გოდერძი შარაშია ოთარ ტატიშვილთან ძმაკაცობს ოთარი არა ორა გაუხარდება
ეს რა მაგარი რამე თქვით ეხლა თქვენ ხო არ იცით? ახლა უკეთესი. ოთარ ტატიშვილი რასისტია. უი? წეღან დერეფანში შემხდა მითხრა, შენი ფერი არ მომწონსო. ონიშე. ანი შენ ხარ ოთარ ტატიშვილის წასული და მე აწყო. ოთარ ტატიშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. აი და რო შეხედო ქართველსთან. ოთარ ტატიშვილის სპეციალობით რადიოლოგია. რადიოლოგი რას ნიშნავს? რა ვიცი მე რომელ ნინოჩხეიძე მე ვნახე ახლა. ოთარ ტატიშვილი ექიმია და დათან დალევა ძალიან უყვარს. ამიტომ ის კაბინეტს აჭერია უცხო პირთა შემოსვლა სასწრის გარეშე სასტიკად აკრძალულია. ოთარის დალევა ძალიან უყვარს. სხვათა შორის რომელ კლინიკაში მუშაობს, იქ ყოველთვის სპირტის დეფიციტია. ოთარი ხშირად ეუბნება პაციენტებს, დაიმახსოვრეთ, სიტყვა ზოგჯერ წამაზდი ძლიერიაო. მერე პაციენტები რას პასუხობენ? კარგით ბატონო ოთარ, რო გამოფხიზდებით მერე მოვალთო. ოთარ ტატიშვილმა ერთხელ კაცის სიკვდილს გადაარჩინა. როგორ? ასე უთხრა ეგ ჩემი მიმართულება არა და სხვა ლექიმთან მიდიო. გუგა, იცოდი ოთარ ტატიშვილს თავისი რესტორანი ჰქონდა? ახლა აღარ აქვს. არა. შტურა დაგაგვიან და მოჭვევა. ერთხელ ოთარ ტატიშვილს და ზურა მანჯავიძე შეეჯიბრენ დალევაში ერთმანეთს. რომელმა მუ? არც ეს არ ახსოვს. ოთარი მაგარი ბიზნესმენი გამოდგა. ჯესტურებს თავის რესტორანში ეპატიჟებოდა და მე კლინიკაში მიხავდა. ოთარ ტატიშვილი ცეკვავინას კლუბში გამოდიოდა. მხრებს აიჩერჩავდა და აქ რა მინდაო და შედიოდა. ოთარ ტატიშვილის სამედიცინო გუნდ კოზანოსტრაში თამაშობდა. კაი, ახლა ეგ ლადო ტატიშვილის გარდა ვისე მახსოვრება. ლადო ჩაგირთეს საქმეში. ჭიათურაში ხალხი ოთარ ტატიშვილის ჩასვლას ითხოვს. ან ნებისმიერი ერთი ექიმის. ოთარ ტატიშვილი სპორტში წყალბურთის ოსტატის კანდიდატი იყო. ხო და სანამ ჩვენ გინების კანდიდატი გავხდარვართ, წევიდეთ აქედან. ბატონო ოთარ, თუ რომელიმე ჩვენმა ხუმრობამ გაგაღიზიანათ, დააკვირდით ერთი კვირა და თუ კი არ მოგირჩათ, მე მოგმართით. დიდი მადლობა. ჩვენს გუგას და ონისეს იყო რაღაცეები, ხო? კი, განსაკუთრებით მომეწონა გოდერძის შარაშიაზე კარგი წამყვანი რო ვარ. რა კარგი სახით მოусმენს ამას ყველაფერს წარმომიდგენს. ეს გადაცემა მასთან ერთად უნდა უყურო ამ გადაცემას. ამ გადაცემას აი ფინალივით მოემზადები. მოემზადები, ლუდი უნდა ჩავაციო და ჩაუჭდე და უყურო. გული შეტევა რომ იცეს ხო, ექიმი მაინც ხარ და უნკურნალებთ იქვე. კი ბატონო, კი ბატონო. გადასარევი ამბავია. ესე იგი ახლა ექიმობაზე და მკურნალობაზე გამახსენდა მომღერლები რომ მოდიან ჩემთან, სიმღერას ვამღერებ, მოცეკვავებს, ვაცეკვებ, პოეტებს, ლექსს ავაკითხავ და. კი ბატონო. რა ვიცი, მე დადათო წნევას ხوار გაგვიცინჯავ. ბიჭო, წნევის გასიჯვას ჯობია, აბა, რომ მე და შენ ერთი კარგი სიმღერა ვიმღეროთ. სადაც ბევრი ფულია, იქ ცხოვრება რთულია, ხარიბს ლუგმა ყელში არ ეჭხირება. ძირედითაც კმაყოფილს სულ აქვს თავის სამყოფი, დიდარს ხანარა აიხირება. მე ვერ დაგეთანხმები რომ უფულოდ კარგია, უფულობა აბარაში მარგია. როცა ბევრი ფული მაქვს, ჩამქთელიც ვარ ძლიერიც, თუ არ გშია მაშინ ხარ ბედნიერი. ფულები, მომღერალი გულები, უფულოდაც შეიძლება გუგული. იადონის გალობას ხმას აყოლებს ბულბული, როგორ გვიყვარს ქვიშტარი და სულგუნი. კაცობა გაგება და მეობა, სიყვარული სილაღე და ზნეობა, დიდ
მეგარს მხოლოდ ფული აქვს საზრუნავი საფიქრი კაცობაზე სულ არ აქვს ნაფიქრი ჩამაგირი ხელფასი დანამატი პრემია თქვენ რაც გინდათ ზუსტად ის დაუძახეთ არასოდეს არა თქვათ ბევრიაო ბევრია დამიჯერეთ მეტი უკეთესია ფულები მომღერალი გულები უფულოდაც შეიძლება გუგული იადონის გალობას ხმას ახოლებს ბულბული როგორ გვიყვარს ჩვიშტარი და სულგუნი მომღერალი გულები უფულოდაც შეიძლება გუგული იადონის გალობას ხმას ახოლებს ბულბული როგორ გვიყვარს ჩვიშტარი და სულგუნი ფულები მომღერალი გულები უფულოდაც შეიძლება გუგული იადონის გალობას ხმას ახოლებს ბულბული როგორ გვიყვარს ჩვიშტარი და სულგუნი ხსომებია შემებერო ხსომებია ჩვენი სტუმარი კი იყო ყველაზე ცნობილი სიცილის დამაფუძნებელი ოთარ ბუჰა ტატიშვილი მადლობა